დღეს არის 14 თებერვალი და აღვნიშნოთ ლამპრობას. ლამპრობა ერთ-ერთი დიდი დღესასწაული არის სვანეთში, რასაც აღვნიშნოთ უკვე ძალიან დიდი ხანია სვანები. ჩემი ბავშვობა ლამპრობის დროს იყო მეტად თბილი, აი მადლით აღსავსე. წმინდა გიორგის ეკლესიაში როგორც ჩემ ბაბუა ჩემი საფლავზე, ხა როცა ბაბუა ჩემი ცოცხალი იყო, ჩვენი საგვარეულოს სასაფლავებზე ვანთებდით ცეცხლს. და მოიხსენიებდით მათ როგორც ცოცხალ ადამიანებს, როგორც ჩვენთან ისე და როგორც ადრში ნახეთ, დიდ ცეცხლზე შეშის აგდება. ვინც აგდებს ის ადამიანი მთელი წლის განმავლობაში უსურვებს თითოეულ ადამიანს თელს სვანეთში, ოჯახში, იყოს მათთვის მადლიანი, ნაყოფიერი, სიხარულით და ბედნიერებით ახსავსე წელი და შემდეგ მაგ ყველაფრის დალოცვის შემდეგ აგდებს შეშას დიდ კოცონზე, რომელსაც ქვია წმინდა გიორგის კოცონი, ჭგრაგი. Amprobila dagli. Güragi lampar. Lantsan. Eçkan xoay lampar. Xoaynam bu mekteliam tafeskay. Ak ilku monçamını parimare şvaniskay şven kamençun. Tel sakartoloska dida baçkat xoay çıkılyan madişkeji. Kalıtne mak benaç beddiye rahat. Amen. Amen. ეს არის სრული რელიგიური დღესასწაული. კომუნისტების დროს წალავდნენ ცეცხლთაყოლების მიაკერეს, რომ ეს ცეცხლთაყოლისმცემლობა არის და არ უშვებდნენ კომუნისტები ტაძრის ეზოში, მაგრამ კომუნისტები გადაჩენდნენ, სარწმუნოება რჩება და დღევანდელი დღეს ქვია ლამპრობა, ანუ სვიმნო. ხვალინდელ დღეზე უკვე წირვაზე მე-40 დღე არის, როდესაც ტაძარში დედამღვდისმშობელი შემოიყვანს უფალს იესო ქრისტეს და საცისკრო მიგებება არის აი დღეს, რაც ამ ტაძრის ეზოში ხდება. ლამპრებით გამოსვლა, დანთება, საკურთხის მოტანა და სული ხარობს, გული ხარობს და უერთდებით იმას ყველაფერს, რაც ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს და აბსოლუტურად ეს მართლმადიდებლური ზეიმი არის და ბევრი მოგსწრებოდეს სრულიად საქართველოს. ანუ ძირითადად ანუ ადგილობრივი საჭმელია წარმოდგენილი ძირითადად ყუმდარი, რომელიც მზადდება სააკაშვილმა ხორცისაგან და გარედან აქვს ანუ წარმოიდგინეთ ხაჭაპური, მაგრამ ყველის მაგივრად თითქმით აქვს ხორცი. ყველა ოჯახში ცხება და შემდეგ გამოაქვთ და ილოცება აღნიშნავს ყველა ერთად ლამპრობას. ძირითადად ანუ ადგილობრივი დაწვრილი არაყია და ასევე ღვინო, ნუ აქ ყურძნის კულტურა იმდენად არ არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ მაღალმთიანი რაიონია, ყურძენი არის ჩამოტანილი საქართველოს სხვა რეგიონებიდან და შემდეგ ადგილობრივად არის დაწვრილი. შემდეგ ნუ რაც გადარჩება იმისგან აკეთებენ ჭაჭას და ნუ
ბავშვობიდან დავყავარ ჩემს შეულებს, საკლამპოვას და ძალიან სახალისო იყო ყოველთვის, ძალიან სახალისო იყო ყოველთვის. ჩემს დღეს სწავლობდნენ და ძალიან მიხარობდა, რომ აი სულ ბებიას და ბაბუას მოხისა ვიხსენებდით და აი ძალიან მომწონდა ეს სიტყვასია ყოველთვის. რადგან მენატრებიანი ისინი და სუმაინდა ანუ არ ასე ვყავებია ჩემი ბაბუში ნახე მამის მხრიდან სვანები და სუმაინტერესებდა ისინი როგორ იყვნენ და აქ რო დავდიოდა და სუმაგაც ვფიქრობდა ძალიან საინტერესოა ჩემს სულ ხრიდან.